უფასო ტელემაყურებლებო, დღეს საქარია როჭკაშვილის გასტროენტეროლოგიურ კლინიკაში კლუბში ყავს არაჩვეულებრივი ქალბატონის სტუმრად. მოგესალმებით თამარა. მინდა ვინც არ იცნობ და დარწმუნებული ვარ, ყველა იცნობთ, მაგრამ შეგახსენეთ, გაგაცნობთ ექიმი პოდიატრი, სამედიცინო ბიომექანიკის ექსპერტი, კლინიკა ტერაპიის თანადამფუძნებელი ქალბატონი თამარა ჭიჭინაძე, არაჩვეულებრივი ადამიანი და მინდა ერთი რაღაცა ვთქვა ჩემი მხრიდან. ეს არის ადამიანი, რომელმაც მე პირველმა გამაცდა საქართველოში თუ რა იყო საერთოდ ტერაპიის ბიომექანიკა. ამას გულითადად გეუბნები თამარ, არ ვეტყუები. შენ ჩემთვის ასოცირდები ჯანსაღ ტერპთან და ტერპი არის ჯანმრთელობის საწყისი, იმიტომ რომ ფეხიდან აბარა პირველი რგოლი და შენ უდიდესი ღვაწლი გაქვს ქართულ მედიცინაში, თუნდაც იმიტომ რომ ძალიან გაზარდეთ ცნობადობა, არა მარტო ხალხში, არამედ სამედიცინო პერსონალშიც, იმიტომ რომ ზოგადად პოდიატრია ხშირად ერეოდათ პედიატრია და დღესაც ბატონო ძალიან ხშირად ერეოდათ და მათ შორის ექიმებმაც კი ზოგმა არ იცოდა ესეთი დარგი რომ არსებობდა და ზოგადად მნიშვნელობა თუ რამდენად დიდია ჯანსაღი ტერაპიის სწორი ბიომექანიკის ეს საიდუმლო ფაქტიურად შენ გაგვაცანი ჩვენ და ამიტომ მინდა გითხრა და ამისთვის დამჭირდა რამდენი წელი? ძალიან ბევრი 26 ძალიან ბევრი წელი, მაგრამ ეს წლები დამიჯერეთ იყო სულ ესეთი საინტერესო ეტაპებით სავსე, იმიტომ რომ მე სულ გადავნებდი თვალყურს და ხედავდი როგორ ვითარდებოდით თქვენ როგორც ბრენდი და როგორ იზრდებოდა საზოგადოების ცნობადობა, იმიტომ რომ დადგა მომენტი, როდესაც დედიკოები თვითონ ხდებიან, როდის მოვიდნენ და ადამიანები, რომლებიც დასული ადამიანები, რომლებიც უკვე აი თქვენი პოდკასტების მერე ხდებიან, რომ თურმე პრობლემა არ არის არც D ვიტამინში და არც იმაში, მის შემთხვევაში არის ტერაპიის ბიომექანიკის დარღვევა, მოდიან და მე ვფიქრობ, რომ მათ მარტო ცხოვრების ხარისხი კი არ უმჯობესდება, ჯანმრთელობაც ეცვლება. რა თქმა უნდა, საერთოდ პრევენცია ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და სწორ პრევენციას ეს კიდე ცალკე თემა არის, ხო? რა თქმა უნდა. კი ბატონო, თამარა, არის ძალიან საინტერესო დეტალი აი ამ შენ სპეციალობაში. მარკეტინგულად გვაქვს ძალიან ბევრი ესეთი ჯანსაღი ტერაპიის რაღაცა მეთოდები მოხვეული თავს, მათ შორის ინტერნეტის სავსე არა მარტო სპეციალური საფენები, ღაბაშები და ასე შემდეგ, არამედ ჰალუქს ვალგუსის გასასწორებელი რაღაცა საშუალო. რომელიც აბსოლუტური სისულელეა. ხო, და მე ვფიქრობ, რომ ტრამბულია, პირიქით ტრამბულია, ტრამბულია არის აპარატებიც კი, რომელიც ფაქტიურად ინკვიზიციის აპარატების ტოლფასია, მე რომ მკითხოთ, იმიტომ რომ ნამდვილად ესე არის. სპეციალური რაღაცა მეთოდები, საფენები, ვარჯიშები მოწოდებული მხოლოდ იმიტომ რომ ნახვა გაზარდოს ამ ხალხმა და გაყიდვებიც და ეს რეალურად საქმეს კი არ ადგება, არამედ პირიქით აზიანებს, ამიტომაც სწორ ექიმთან მიმართვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ არასწორი მკურნალობა უფრო მეც აშავებს აზიანებს. მით უმეტეს ტერაპიის შემთხვევაში და მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება მომავალ თაობას, იმიტომ რომ როდესაც დედა ენდობა არასწორ სპეციალისტს იწყებს მკურნალობას და ეს მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივია წლების განმავლობაში. მიიღავს ამ არასწორ მკურნალობას ტრამვამდე. აი ეს არის ტრაგედია. კი ბატონო. საერთოდ არასწორი მკურნალობა რა გითხრათ, ხშირად მე იწვევს ბავშვს სჭირდება ოპერაცია, წარმოიდგინეთ, არასწორი მკურნალობის გამო. როდესაც თუ სწორი მიმართულებით წავალთ, შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ეს ყველაფერი, ხო? ლიზი სწორედ აღნიშნა, პოდიატრია, მეგობრებო, არ გეგონოთ პედიატრია, რატომღაც 26 წელი ამაზე ვსაუბრობდა, ძალიან ბევრს გონია რომ ვიძახი პოდიატრია რომ შემეშალო, როგორ უნდა შემეშალოს? პოდიატრია, ეს არის სამედიცინო ბიომექანიკის ნაწილი, ეს არის ტერაპიის ინჟინერია, პოდალური ინჟინერია. ეს არის დიაგნოსტიკა, კორექცია, პრევენცია. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ტერაპი არის ფუნდამენტი, თქვენი მოძრაობის ფუნდამენტი. ეს არის პირველი რგოლი, რომელიც თუ დაზიანდა, მიყვება მთელი საყრდენ მამოძრავებელი სისტემა, ხო? კოჭი, წვივი, მუხლი, მენჯბარძაყი, ხერხემალი, კისრის მიდამო, ხშირად მხედველობა და თანკბილვა. ამიტომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დროულად თუ მივხედავთ პრობლემას.
კი ბატონო, ეხლა ჩვენ ძალიან საინტერესო ტანდემი გვაქვს, ჩვენთან არის სტუმრად არაჩვეულებრივი თამარა და რომ არ გამოვიყენო ეს შანსი არაფრით არ შეიძლება, იმიტომ რომ მე და შენს სპეციალობაში ძალიან ახლო საინტერესო გადაკვეთა არის, ეს არის ჭარბიწონა და პოდიატრიული პრობლემები. და მე ვიტყოდი რომ ისეთი ხაზგასმით ვიტყოდი რომ ძალიან ხშირად ადამიანები და არა მარტო ჭარბიწონა ზოგადად როგორც სიმსუქნე და ჭარბიწონის მოვლენა, არამედ თუნდაც ორსულობის პერიოდში, როდესაც ადამიანის სხეული ატარებს მომავალ თაობას, დედიკო ატარებს და მისი წონა შედარებით უფრო მაღალია ვიდრე ჩვეულებრივ არაორსულ ქალბატონში და ყოფილიყო, ესეც დამატებითი დატვირთვაა ტერფის და განსაკუთრებით ორსულებში ხშირად გამიგია რომ აი იცით ფეხსაცმლის დაუშვათ ხარისხის უჩივიან ამბობენ ხოლმე რომ იცით რა ფეხი გამეზარდა შემიშუტდა დამეღალა რაღაცა სხვადასხვა და ამ დროს პრობლემა მდგომარეობს ერთ-ერთი ეს არის შეძენილი პრობლემა ეს შეიძლება არ აწუხებდეს განსაკუთრებით მეგობრებო ორსულობის ბოლო ტრიმესტრზე მაქვს საუბარი ამ დროს ბავშვის წონა ხო იცით მატულობს შესაბამისად მაგრამ ნახეთ რა ფაქტორია თქვენმა ორგანიზმმა არ იცის, თქვენ იქ ბუნებრივი მშობიარობა გექნება თუ საკეისრო საპირებთ. არა, ორგანიზმი ემზადება ფიზიოლოგიური მშობიარობისთვის. ყველა სახთას არის ხდება როგორი? ჰიპერმობილური. ეს არის ნორმა. აი ზუსტად ამ დროს, როდესაც სახსრებია ჰიპერმობილური და პლუს არის ჭარბი წონა, ძალიან ხშირია ტერფის შეძენილი დეფორმაცია. რას ნიშნავს შეძენილი დეფორმაცია? იქ შეიძლება რაღაცა მინიმალური ხარვეზი იყო, ახლა აბსოლუტურად სიმეტრიული არ გიგონოთ, რომ ვინმე ვართ. ნამდვილად არ ვართ, უბრალოდ ეს ან გვაწუხებს, ან არ გვაწუხებს, ან დროთა განმავლობაში რთულდება. ამაზე მაქვს საუბარი. და როდესაც შეატყობს მომავალი დედა უკვე, რომ სიმძიმის ჯნობა აწუხებს კიდურებში, ტერფმა დაიწყო დეფორმაცია, ფეხსაცმელმა დაიწყო სპეციფიური წვეთა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია დროული დიაგნოსტიკა ინდივიდუალური ღაბაში, ხო, ვარიკოზი სხვათა შორის, ვარიკოზის პრევენციის ერთ-ერთი საშუალებაა, იცით რატომ ტერფი რო სწორ პოზიციაში ბრუნდება, რესორული და ტუმბოს ფუნქცია არის უკეთესი. ამასაც ამხელა მნიშვნელობა აქვს, ხო? ამიტომ დროულად თუ მივხედავთ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ პრობლემას ავიცირებთ თავიდან. ეხლა არ ეგონოს ვიღაცას, რომ ყველას ჭირდება. არა, მე ამას ყოველთვის ვამბობ. ეს ტერაპიის დიაგნოსტიკა, სუპინატორი, პრონატორი, კორექტორი, დიაბეტური 1000-ნაირია. ინდივიდუალური ეს ცალკე ის რა ქვია კონფიგურაცია, მაგრამ ყველას არ ჭირდება. თქვენ ეს უნდა განსაზღვროთ თქვენი ჩივილების მიხედვით, ვიზუალური ეფექტის და ჩივილის მიხედვით, დაღლად კივილის სიმჯიმის შეგრძნება, შეშუპება და ფეხსაცმლის სპეციფიური წვეთა. ნუ ეს არც ისეთი რთულია მე მგონი. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ყველას არ ჭირდება, არასწორი ტერფის ჰიგიენის თვალსაზრისით, არასწორი მოვლის შემთხვევაში, არასწორი ფეხსაცმლის ტარების შემთხვევაში, შესაძლებელი არის ჯანსაღი ბავშვიც, ჯანსაღი ადამიანიც კი მივუყაროთ და სხვათა შორის აქ ჩვენ ცოტა სხვა თემაზე გვინდა გავშალოთ დღეს, მაგრამ ერთ რაღაცას ვიტყვი, ეს ტრენდული ფეხსაცმელები ძალიან დიდ როლს თამაშობს. მე მახსოვს ეპოქა, როდესაც იყო ძალიან მოდაში სულიად უძირო ფეხსაცმელები, ეგრეთ წოდებული ბალეტკები, უგები, ასე შემდეგ და რომელსაც გარკვეული პრობლემები მოყვებოდა, თაობა მოგვცა ბავშვების, რომლებსაც ჰქონდათ რომელსაც მარტო ტერფის პრობლემა კი არ ჰქონდათ. იმას ამ ბავშვებს ჰქონდათ ხერხემლის პრობლემა. კი ბატონო, მაგრამ ეს არის თავიდან საწესი იყო ტერფი, რა თქმა უნდა, დაირღვა ტერფის ბიომექანიკა და ამას მიყვა მთელი საყრდენ მამოძრავებელი სისტემა. დღეს წარმომიდგენია შენთვის რა მძიმე, როდესაც ქუჩაში გადაადგილდეთ ისევე როგორც ავტომატურად ეს კოიციტი პროფესიონალური ადამიანი რო გაივლის უკვე ვიცი ტერფის პრობლემა ხერხემლის და ბაზარი ფასარია გამოსაცვლელი. კი, ეს არის ძალიან ხშირად გვემართება იქიმის ხანდახან გვაქვს სული და ბედავთ კიდეც რაღაცა მიმართულება შენიშნა მივცეთ, მე ცოტა ხნის წინ გამოვიშვი შენსკენ პაციენტი, იმიტომ რომ ძალიან შეწუხდი, გოგონას ჰქონდა გამოხატული პრობლემა ტერფის და ეცვა ძალიან ისეთი გაპრანჭული ფეხსაცმელი, რომელიც დარწმუნებული ვარ უფუჭებდა საქმეს. ეს გაპრანჭული ფეხსაცმელი ზოგჯერ მეგობრებო, ყველაფერი შეიძლება. ეხლა მე იმას კი არ გეუბნებით, რომ კოხტა ლამაზი ფეხსაცმელი არ ჩაიწვათ. არა, ამას არ გეუბნებით, მაგრამ როდესაც არის ტერფის პრობლემა და იცით რომ არის ტერფის პრობლემა, ამას მოერიდეთ, რაღაც გარკვეული პერიოდი კი ბატონო სტუმრად მესმის, მაგრამ ძირითადი დატვირთვა არის ამ ინდივიდუალურ ღაბაში და რა თქმა უნდა სპეციალური ვარჯიშები. ეხლა არ არის არ ეგონოს რომ ეს ინდივიდუალური ღაბაში მართლა ჯადოსნურია და პანაცეა. არ არის ესე. თქვენ ის ვარჯიშებიც უნდა გააკეთოთ, რასაც მე შეგირჩევთ, რა თქმა უნდა ინდივიდუალურად.
მთელი სქემა კი არა, სხვადასხვა პათოლოგიებისთვის არის სხვადასხვა სქემა. ჯერ ესეთი ბავშვებში ეს არის ძალიან ეფექტური კომბინირებულად შეგვიძლია ტერფის ფორმა შევცვალო და დასრულებშიც რა თქმა უნდა მიკროცირკულაციას აუმჯობესებს, სისხლის მიმოქცევა უკეთესია, შეშუპება არ არის, ტკივილი არ არის და ეხლა დღეში 1-10 წუთი კი უნდა დაუთმო ადამიანმა შეჯაფრებულობა. ჩვენ ქვეყანაში არის და იყო ეს კულტურა, ძალიან ბევრი ადამიანი იცავს ამას და მით უმეტეს ცივილიზირებულ ქვეყნებში ძალიან მიღებული პრაქტიკაა, როდესაც ხალხს უნდა წვეულებაზე წავიდეს აი რაღაცა განსაკუთრებული ფეხსაცმელი, რომელიც არ არის სინამდვილეში მიზანშეწონილი, ქუჩაში გადაადგილდება სხვა ფეხსაცმლით, წვეულებაზე მიაქვს სხვა, იცვლის, ჯერ ესეთი უფრო სუფთა მოწესრიგებული ფეხსაცმლით შედის და ამასთანავე ტერფს არ ტვირთავს ხომ ერთად ძალიან კომფორტულია. და პლუს აღნიშნავ ერთ საკითხს, ეხლა ამ ეტაპზე ის ლამაზი და კოხტა ფეხსაცმელიც სპეციალური სილიკონის აქსესუარის გამოყენებით შეგიძლია ძალიან კომფორტულად მოიგო და არაფერი არ გეტკინოს. პირველი ქუსლის დამცავი სილიკონი, მეორე წინა ტერფის დამცავი სილიკონი, მესამე მთლიანად ტერფის სტანდარტული სილიკონი, რომელიც აძლევს ამორტიზაციას. და იცით რა მინდა გითხრათ გოგოებო, განსაკუთრებით ვინც ხშირად ატარებთ მაღალქუსლიან ვიწრო ცხვირიან ფეხსაცმელს. აი ძალიან საინტერესოა ეს. აი ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, აპროვოცირებს ხალისვალგოსურ დეფორმაციას და მეტად წვრილი ცხვირი როდესაც ეხლა თუ აუცილებლად გინდათ წვრილი ცხვირი იყოს, ის ფეხსაცმელი იყოს ზომით დიდი. იმაში ჩადეთ სილიკონი თითი მაინც შედარებით არის დრესკოდი ის ფეხსაცმელი და არის და ამიტომ შეიძლება ის წინა ტერფის დამცავი სილიკონი გამოიყენო თვითონ ფეხსაცმელი ზუსტად არ უნდა იყოს, კაი ფორმა არ უნდა შეგიცვალოს, თითი უნდა თავისუფლად დგებოდეს, შიგნით იყოს სილიკონი, ფეხსაცმელი იყოს ოდნავ დიდი, ამ სილიკონს რო ჩადეთ ის ზომით არ გაბძვრება, გამორიცხულია, აწევს ფეხს და გადაიმისა რომ წინა ტერფზე დატვირთვა იქნება კომფორტული და ეს პირველი თითი არ დაზიანდება. პირველი რას ურყავს? მუხლები. რა თქმა უნდა, მუხლი ზიანდება, მერე ზიანდება ხერხემალი. მერე რა გიკვირდებათ და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეხლა ფეხსაცმელში ვინც ერკვევა ის კარგად მიხვდება. იქ თვითონ ამ მაღალქუსლიან ფეხსაცმელში სად დგას ქუსლი? წარმოიდგინეთ, სიმძიმის ცენტრი უნდა იყოს გათანაბრებული. ქუსლის მიდამო ზუსტად შუა პერიოდს უნდა მოყვებოდეს. არც შიგნით იყოს შეზნექილი, არც გარეთ. თქვენ ამაზე იცით აი ფეხსაცმელს რო ჩაიცვათ ხოლმე ეგრევე მიხვდებით რა საით მიდის სიმძიმის ცენტრი. იმის და მიხედვით თუ ეს არ არის გათანაბრებული, არ წელი ტკივა, როცა ქუსლიან ფეხსაცმელს ვიხსნით, მე მგონი მაშინ გუძოთ ხალები ხო? მაშინ უფრო გუძოთ რა გვაწუხებს და რა გვაწუხებს კიდე. არა, ყოველთვის შეიძლება რაღაცა კომფორტულად გამოიყენოთ ის მაღალქუსლიანი და ვიწრო კამერა, აი ერთი რაღაცა ისეთი აზრი მომივიდა. შესაძლებელია თუ არა იმ ადამიანებისთვის, ვისაც გამოხატულად ჭარბი წონა აქვს, დიდი წონა, რაღაცა ერთგვარი რჩევის სახით მიცეთ ხოლმე ესეთი რეკომენდაცია, რომ განსაკუთრებით გაითვალისწინონ ტერფის ბიომექანიკის თავისებურება და განსაკუთრებით შეიშვიონ ფეხსაცმელი, ვინაიდან მათ ტერფზე უფრო დიდი წონაა დატოვილი, მეტი დატვირთვა მიდის და მე ესე მგონია, რომ ალბათ რაღაც გარკვეული პრევენცია იქნება ხო მართალია? ეფექტი იქნება ძალიან კარგი. ეს არ იქნება მარტო პრევენცია. წარმოიდგინეთ, ჭარბი წონის შემთხვევაში როგორი წნევა მიდის თქვენ კოჭზე, მუხლზე, ნეჯბარძაღზე და წელზე. კორეგირება წონასთან ერთად ტერფს სჭირდება აუცილებლად, იმიტომ რომ ერთ მშვენიერ დღეს თქვენი სახსრები ამ დატვირთვას ფიზიკურად ვერ აიტანს. იქ წავა სახსრის ცვეთა. მე არ ვიძახი რომ გინდა თუ არა ხა ჭარბი წონა ვისაც აქვს ყველაზე კოქსარტროზი და გონატროზი აქვს. არა, მაგრამ უმეტესობას აქვს, ხომ იცით? თუ ტერფი არის დეფორმირებული, მაგ შემთხვევაში ვიზუალურად შეატყობთ მეგობრებო, თუ ტერფი არის დეფორმირებული, რას ნიშნავს დეფორმირებული? ან შიგნით ტრიალდება, ან გარეთ ტრიალდება, თაღი დაბალია, საერთოდ არ არის, ან წინა ტერფი შიგნით შემოდის, ან დაიწყო ხალისვალგოსური დეფორმაცია და არაგვერიოს ის იმაში რა ქვია, როდესაც ჩამჯავა მაღალი და პოდაგრა აბსოლუტურად სხვა რაღაცა. იძახიან რომ ერთი და იგივეა, მეთოდში რამდენჯერ გამიგია. მისგანაც კი მომისმენია ეს, როდესაც აბსოლუტურად სხვადასხვა დიაგნოზია. შეიძლება გამოიწვიოს უბრალოდ მსგავსი ცვლილება, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ცალკე ხალხის ყოვლის პოდაგრა. არა, ნამდვილად არ ნიშნავს. აბსოლუტურად განსხვავებული მკურნალობა აქვს თამარმა ძალიან სხვადასხვა ნუტრიციოლოგია ძალიან. ფეხსაცმელი ყოველთვის იყოს ოვალური ცხვირით. თითი იშლებოდეს სიარულის პროცესში, ხა სხვანაირად ვერ გაჩვენებ, სიარულის პროცესში, აი ამას უნდა აკეთებდეს. ნახე, ოდნავ უნდა იშლებოდეს. ესე თუ არის თქვენი ფეხი შეზღუდული, ნუ წარმოიდგინეთ, იქ მეტატარზალგია დაიწყება რაღაც პერიოდში წინა ტერფის ტკივილი და გადავა პლანტარულ ფასციით, ძირითადი დამჭერი ფასცია, რომლის ანთებაც იქნება.
შეარჩიეთ კომფორტული ფეხსაცმელი. შეარჩიეთ ფეხსაცმელი ოდნავ თავისუფალი, ოვალური ცხვირით. ფეხსაცმელი იყოს დრეკადი, ქუსლი არ იყოს 2 სანტიმეტრზე მეტი, ქუსლის დამჭერი იყოს შედარებით მყარი. ფიქსაცია მოახდინოს, მაგრამ ეხლა ისეთი ქვადარკინა კი არ უნდა იყოს, ფეხი რო გეტყინოს, ხო არა? გამოდით თქვენი კომფორტიდან. საერთოდ ფეხსაცმელს როდესაც ყიდულობ, ის ჩაიცვი და როგორ საერთოდ ტექნიკურად, როგორაც ბიომექანიკურად ფეხსაცმელს რო ჩაიცმევ, აი საერთოდ მიხვედი ხო საყიდლად. ადგები 5 ნაბიჯი უკან, 5 აქეთ, 2 გვერდზე, 2 გარეთ. ფეხი არ უნდა ყანყალებდეს. იმ წუთას ვერ მიხვდები, რომ კომფორტულად არის. ფეხსაცმელს რო იხდი, თუ ის კომფორტულია, არ იძახი რომ თავისვენე. ძალიან საინტერესო. ძალიან იოლია ამის გაკეთება. ძალიან იოლია. ჩაწერა, იმიტომ რომ უხვად გვაძლევს ხოლმე, ასე ვთქვათ, რჩევა რეკომენდაციებს და ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია რაც არის, მე სხვათა შორის აი წინა ინტერვიუს მერე ფეხის ანაბიჯზე საუბრობდი, იქ რაღაცა ახსენე და მახსოვს ინტერვიუს ჩაწერამდე დამიჭდა სული დამეხატა ფურცელზე შენი ტერფის ანაბიჯი და მენახა როგორი იყო და თქვენ თუ შეადარებთ მათ მითხარი მახსოვს ფეხის ანაბიჯს და ტერფს ხანდახან აღმოაჩენთო რომ მერთო ჩემო ამ ფეხსაცმელში როგორ ჩავატიე ეს ტერფი იმიტომ რომ ფეხსაცმელი რა ესეთი ვიწრო და ფეხი არ არის ესეთი და სხვადასხვა ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი იყო ეხლა წავიდა ტენდენცია დაიწყეს გამოშვება ანატომიური ფეხსაცმლის. ძალიან დიდი ბრენდი უკვე უშვებს, ამას რა თქმა უნდა მივესალმები, ეს ძალიან კარგი ამბავია, მაგრამ აქამდე რომ მივსულიყავით, სხვადასხვა წელი, რომელსაც გაყოფილი აქვს თითები, ფეხსაცმელებსაც. კი, ეს უკვე დიზაინის ამბავია, მაგრამ ფორმაზე ვიძახი რა, სერიოზულად წამოვიდა ეს ტენდენცია, იმიტომ რომ მიხვდა ეს ხალხი, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჯობია პრევენციული მეთოდებით წახვიდე და არ გაგჭირდეს ოპერაცია, იმიტომ რომ თუ არ მიხედავ დროულად, რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან გჭირდება ოპერაცია და ეხლა ოპერაციაა რა 100%-იანი გარანტია მიუხედავად იმისა, რომ მედიცინა ძალიან წინ წასულია და უპრობლემო ტარდება თუნდაც ჰალუს ვალკუსი, ესა გონადროზი, კოქსატროზი, კი ბატონო. სხვათა შორის პტელკარფიანობის დროსაც კეთდება ახლა მუდმივი იმპლანტები და ისიც თამარ მაინც ხო არის ესეთი დეტალი რომ კი გაიკეთა პაციენტმა ოპერაცია შეიცვალა ტერფი ვითომ გაჯანსაღდა თუ აღვადგინეთ ასე ვთქვათ მისი ბეონიტე მაინც მერე უწევს ჯანსაღი ფეხსაცმლის ტარება რა თქმა უნდა აუცილებელია მაინც აუცილებელია და მაგიტომ ვიძახი რომ რაც არ უნდა ოპერაცია იყოს უსისხლო იოლად კეთდებოდეს 1 და 2% ხო არის გართულების. მე მაგალითად ქირურგიის თვალსაჩინო სიმართლეს გეტყვით, არ მიშიშ არა. მირჩევია არ მივიყვანო ჩემი თავი ქირურგიულ ჩარევამდე და ამის საშუალება ყველას გვაქვს მეგობრებო. მესმის, როდესაც სხვა გზა არ არის, იძულებული ვარ და კი ბატონო, კარგად კეთდება და საშიშიც არ არის, მაგრამ თუ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ, მე მგონი თავიდანაც უნდა ავიცილოთ და რაც მთავარია, ბავშვები დავზოგოთ ამისგან. ბავშვებს დროულად თუ მივახცეთ მეტადრე როცა ბავშვი შევწვით, ძალიან ბევრს აქვს. ეს ტენდენციაც არის, იმიტომ რომ არ მოძრაობენ. არ მოძრაობენ ბავშვები, ხო? მე ჩემი ასაკი მახსოვს ეზო და ვერა მოგიყვანდა ადამიანი და ეხლა ძირითადად არიან პლანშეტებში, ძირითადად არის მოძრაო, არ არის ჯანსაღი კვება, უმეტესობა საათს ეს ჭაბჭოწონიანობა ეს მოქმედებს მარტო საყრდენმამოძრავებელზე სისტემაზე, ხო არ მოქმედებს, რატო ეს ენდოკრინოლოგიური პრობლემაც არის, ეს სისხლის მიმოქცევის პრობლემა, ძალიან ბევრი სისხლიანი წავიდა, ფონი ირღვევა. შობლები ვეღარ ახერხებენ ბევრ სიაროს, აი ბევრი ადამიანი არის ისეთი, მე ვიცნობ ესეთ ადამიანებს, ისეთი სამუშაო გრაფიკი აქვს, რომ ვერ ახერხებენ მესმის. მუშაობის პარალელურად გასეირნება ფეხი, სიარული, მოძრაობა და რაღაცა მათთვის ძალიან დიდი დისკომფორტთანაა დაკავშირებული. მაგრამ ის მაინც გავაკეთოთ ხალხო, რომ კვირაში ორჯერ ატარონ ცურვაზე. კვირაში ორჯერ მაინც რომ იცურაოს, მთელი კუნთოვან-მყესოვანი აპარატი ცოცხლდება. კუნთები სიმეტრიულად ვითარდება. ნივთიერებათა ცვლისთვის კარგია. ეს ხომ არ არის რთული. ეს არ არის ჩვენ ეხლა უფრო რთული არ არის ლიზი რეაბილიტოლოგთან რო გიწევს მე ამ სკოლიოზით სიარული და რა თქმა უნდა, მაგრამ აქ არის კიდევ ეს არის ფინანსური მომენტი ალბათ. თუმცა ეხლა საზღვაო სეზონის მე ვთქვი რეაბილიტაციის ცენტრში სიარული 100-ჯერ უფრო ძვირი ჯდება. ყველაფერი შედარებითია. დეთანხმებით. ამასთანავე სხვათა შორის ძვირადღირებული ფეხსაცმელიც არსებობს, არასწორი ბიომექანიკა. რა თქმა უნდა, არსებობს. უნდა გამოხვიდე კომფორტიდან, აი როგორც ვთქვი, ფეხსაცმელს რო გაიხდი, არ უნდა იძახდე რომ დავისვენე და ამოვისუნთქე. აი მაშინ გაწვია შენ კომფორტული და კარგი ფეხსაცმელი.
ფეხსაცმელი, რომელიც გვტკენს ფეხს, ასე ვთქვათ, აზიანებს ყველაფერს. აზიანებს. და აქ უკვე არა მარტო დაღლაც არის, არამედ შეიძლება გაჩნდეს სხვა პრობლემებიც, წერტზე იგივე რა ვიცი, მორტონის ნევრომა. კი ბატონო. აქილევსის ქუსლის სიმოკლე. მეტატარზალგია, პლანტარული ფასციიტი, ჰალუსვალგუსური დეფორმაცია, სევერის დაავადება ბიჭებში. ხშირად არის. აქ სხვა ფაქტორებიც არის და ეს ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია. ხო და ამიტომ თუ ჩვენ შეგვიძლია პრევენცია და ამაზე ვლაპარაკობ 26 წელი, რომ რაღაცა, ამას არ უნდა დიდი დრო. ამას უნდა მონდომება. დღეში 10 წუთი დაუთმო შენ ფიზიკურ მდგომარეობას, შენი შვილის ჯანმრთელობას. კვირაში ორჯერ ატარო ცურვაზე. სხვათა შორის, აი ცურვასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა რა. ცურვაზე, როდესაც ხშირად არის ეს შეცდომა და მაგითო გამახსენდა, ხა ეს მარტო ჭაფწონიან ბავშვს არ ეხება, ეს ეხება აბსოლუტურად ყველას. ცურვაზე სანამ მიიყვანთ ბავშვს, უნდა იცოდეთ რა მდგომარეობაშია მისი ხერხემალი. ამასა აქვს მნიშვნელობა. ამიტომ შეამოწმეთ ხერხემალი, მერე მიდიხართ ცურვაზე. თუ არ არის სტამდაგობის დარღვევა ან სკოლიოზი, კი ბატონო მიდიხართ იმ ცურვაზე და როგორც გეუბნებათ, თუნდაც ისე ცურავობ და მაინც უფრო გაამახვილეთ ყურადღება ზურგზე, ცურვაზე და ბრასზე. თუ იქ ჩვენ გვაქვს ხერხემლის გამრუდება, აი სადუშვებს ყველა შეცდომას, არ მიდიხართ თქვენ ცურვაზე. თქვენ ჯერ უნდა იმუშაოთ ხერხემალზე, რეაბილიტოლოგთან. როდესაც ეს ჩაჯდება და დაიწყებს ჩაჯდომას, ხო, დადებითი ეფექტი რო ხდება, მხოლოდ მერე მიდიხართ ცურვაზე, თორე ეს სიტყვა აი ესე არის ბავშვი, ხო? შენ ეს მიიყვანე ცურვაზე, ეს შეიძლება არ გაგირთულდეს. მაგრამ მე ისე გამვითარდება კუნთები და ისეთ იქნება ძლები, ვერაფერს ვერ შეცვლი. ვერაფერს. ამიტომ ეს გაითვალისწინეთ რა, არის თუ არა ტერფის პრობლემა, არის თუ არა ხერხემლის პრობლემა. თუ ეს პრობლემები არ არის, პირდაპირ მიდიხართ ცურვაზე, თუ ეს პრობლემები არის, ჯერ რეაბილიტოლოგი გჭირდება თუ ორთოპედ-ტრავმატოლოგი, რეაბილიტოლოგი და მხოლოდ მერე იწყებ ამის დაფიქსირებას ცურვით. აბსოლუტურად გეთანხმები, ეს ძალიან საინტერესო ფაქტურად თქვენ ახლა დასახეთ. პროტოკოლი როგორი უნდა იყოს? მოკლე გეგმა. მაგრამ ამისათვის პაციენტი უნდა მოხვდეს სწორ კლინიკაში და სწორ ექიმებთან. და პაციენტმა ელემენტარულად უნდა მოусმინოს. აი ეს 365 წელი ვარ სხვათა შორის რამდენიმე შემთხვევა ვქონდა და მე რასაც გეუბნებით, მე იმაზე ვაკეთებ პასუხს, ხო იცით ეს და არა იმაზე რაც თქვენ გესმით, ხო? არა, მე ესე მინდა, ესე არ მუშაობს. ეს მუშაობს სქემა, რომელიც სულ ვაფრთხილებ შობელს. ეს არის სქემა, რომელიც არის ძალიან ეფექტური, მაგრამ ძალიან შრომატევადი. რაღაც გარკვეულ ვარჯიშებს რო ვატანებ, როდესაც ტერფის პათოლოგიაც არის. ერთ წელიწადში ბავშვი რომ მოდის, მე ვიცი იმან ივარჯიშა თუ არა. იმდენად ურთიერთ დამოკიდებულია ეს ყველაფერი. იმდენად ეხმარება. ეხლა 3-4 დღე გააკეთა, ვაიმე მე შეეზარა, ვაიმე მე არ გააკეთა. ნუ სამწუხაროდ ეს არ მუშაობს. ეს არის შრომატევადი, ამას უნდა ნებისყოფა და ნუ რაც თავარი ეფექტური. თუ სწორად მიყვებით, რა თქმა უნდა. სწორია. მშობლის სიზარმაცეც, ანუ ბავშვის სიზარმაცეც ნერვები არ ყოფნის ხოლმე, გაიგეთ, მშობლის მე ისეც გადასარევად ისეთი დატვირთვა აქვს ამ მშობლებს, ყველა სამსახურშია და რომელი ერთი გააკეთოს არ იცის, მაგრამ როდესაც ეს ეხება თქვენი შვილის ჯანმრთელობას, დღეში 10 წუთზე მაქვს საუბარი. 10 წუთი როგორმე უნდა და დედის მეთვალყურებისთვის შობლის ჯობია, რომ ბავშვმა სწორად გააკეთოს. ჩვენ ეხლა რაზეც საუბრობდით მე და თამარი, აქ ძალიან ბევრჯერ ვახსენეთ ექიმთა გუნდი. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კლინიკა, ზაქარია როჭკაშვილის გასტროენტეროლოგიური კლინიკა მულტიპროფილური გუნდითაა დაკომპლექტებული. ერთმანეთზე უკეთესი ექიმები სხვათა შორის ბოდიში გაწყვეტინებ. დღეს დიდი სიამოვნებით მოვედი აქ და მაინტერესებდა როგორ კლინიკაში გადმოხვედით. აღფრთოვანებული ვარ, და რაც მთავარი გარდა რომ კლინიკა არის არაჩვეულებრივი, რეალურად კლინიკა არის მულტიპროფილური. თორნიკე ერისთავის ქუჩა აიაგერა ქვია, შეგიძლია პირდაპირ მარკერაცაც ძალიან კარგია და ადვილი მოსაგნები, იმიტომ რომ ზედ ქუჩაზე მდებარეობს კორპუსი. და აქედანვე არის შემოსული მეუბნე ზარს დარეკავ, ამოდის ეს არაჩვეულებრივი ვერანდა ჩვენია, ძალიან კარგი ვერანდა. განიტვირთოს, ასე ვთქვათ, ცოტათი და ისენოს მოსაგნებადაც ტრანსპორტში თქვენიურად მოდის. კი ბატონო, იოლია მოსაგნებად. დიდუბის მეტროსთან ვართ, ძალიან ახლო, ვისაც მეტრო აწყობს. აი ხა მობძანდი შიგნით. სპეციალურად შევარჩიეთ არასამუშაო დრო, რომ ხელი არ შეგეშალა. დღეს არაჩვეულებრივი რეგისტრატურა. ეს არის ჩვენი კლინიკის ისტორიის ნაწილი, აი ეს ყველაფერი, ეს არის
პაციენტების, მადლიერი პაციენტების და ზოგადად პაციენტების ის რაოდენობა, რომელიც აი ამ წლების მანძილზე ბატონ ზაქარიას დახმარებით გავატარეთ ჩვენ კლინიკაში. ეს აქეთ მდებარეობს ლაბორატორია, რომელიც სერტიფიცირებული ლაბორატორიაა, თან ისეთი საკმაოდ თანამედროვე აპარატით აღჭურვილი. ანალიზების უდიდესი ნაწილი ტარდება ჩვენთანვე. გვერდიდა რომ შევიჭიდოთ შეჭიდებას მოვახერხეთ. შევიჭიდოთ ლაბორატორიაში, არ შევალთ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, მაგრამ უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი არაჩვეულებრივი ლაბორატორიაა. თეორიაში იქიდან პაციენტის მიღების დროსაც ქუჩიდანაც შეიძლება პაციენტი კლინიკის გავლის გარეშე მოვიდეს, ეს ძალიან კარგია, სხვათა შორის კომფორტული. აუცილებელი არ არის ყველა პაციენტი კლინიკაში. აბა რა, დანარჩენი არის ადმინისტრაციული ოთახების ველი წერტილები კლინიკის თანამშრომლებისთვის და პაციენტებისთვის, რა თქმა უნდა, სტანდარტებითაა გაკეთებული და ადაპტირებული ადამიანებთან, რომელსაც სპეციალური შესაძლებლობები აქვთ. ჩვენი კლინიკის მენეჯერების ოთახია აქეთი. აი ესა და საკონსულტაციო ოთახები. ეხლა ჩვენ გავედით ამ დერეფანს და ვეწევით საკონსულტაციო. შევიხედეთ საკონსულტაციო ისეთი დრო გვაქვს შერჩეული სპეციალისტები არიან. არ არის ატვირთული კი ბატონო. მე ამ ოთახში მაინც დავაგებულებ, ისე არ შევდივარ. აი ბატონ ზაქარია ეთყობა კასები. აჰა. და აი აქეთი მინდა განახოთ კი, ესეც საკონსულტაციოა ყველა. ეს დიდია ის ერთ-ერთი საკონსულტაციო, სადაც ფაქტურად მოცდის პალატას არის ესეთ. აი რადიოლოგიური კვლევის ოთახია. ეს ახალი აპარატი გვაქვს რადიოლოგიური კვლევის შეძენილი. და ეს არის ყველაზე ესეც საკონსულტაციოებია. გინეკოლოგია აქედაც აქვს. სხვადასხვა სპეციალისტების საკონსულტაციო და ეს არის აი ის საპროცედურო ოთახები უკვე აქედან, სადაც ტარდება გასტროსკოპია თავისი სასტერილიზაციო. არის შეიძლება ბატონი თამარი, ბატონი ზაქარია შეგუშვით მაგის გარეშე. აი ტარდება ის საოცარი პროცედურები, რასაც ენდოსკოპიური კვლევები ქვია. ვიზუალიზაციის საშუალებით. პირველად დახმარების საჭიროების შემთხვევაში. უმაღლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მრავალპროფილური კლინიკა. თავისი სასტერილიზაციოთი და აქედანაც ეს არის დამხმარე ოთახები. ეს აი აპარატს, რომელიც არის ესეთი საკმაოდ ესეთი კარგი სასტერილიზაცია. არა, ხო. ეს არის აი ენდოსკოპიური საშუალო კაბინეტი სპეციალური და რამდენიმე თავაკია ხედავ კოლონოსკოპი. კი, ხედავ. ოლიმპუსის აპარატები იყო და ვიზუალიზაცია განსაკუთრებით პაციენტი თუ არ არის ანესთეზიისთვის, თვითონაც ხედავს რა არის ეკრანზე თუ აი ეს არის ჩვენი. ახლა გამიჩნდა ერთი კითხვა. პოდიატრის ოთახი სად იქნება? რომელიც გენებათა უფრო სვაბზანა. მადლობა. მეგობრებო, მოკლედ, დღეს ვარ ზაქარია როჭიკაშვილის გასტროენტეროლოგიური ცენტრი, რომელიც არ არის მარტო გასტროენტეროლოგიური ცენტრი. ეს არის უნიკალური აპარატურის მქონე მრავალპროფილური კლინიკა, რომელსაც მალე შემოუერთდება პოდიატრია და სამედიცინო ბიომექანიკა.
რა პროფილის ექიმი გინდა რომ მაგარ დაწყოდე? ყავს გასტროენტეროლოგები, მათ შორის ბავშვთა გასტროენტეროლოგი, ენდოსკოპისტები, ზოგადი ქირურგები, ნუტრიციოლოგი, ჩვენი მონამორჩი. ფსიქოთერაპია, ეპიდემიოლოგია, გინეკოლოგი, ონკოგინეკოლოგი, ნევროლოგი, რევმატოლოგი. ეხლა რომ კითხულობ სიას რამხელა ბავშვთა გასტროენტეროლოგი, კარდიოლოგი, არაჩვეულებრივი კარდიოლოგი, ლაბორატორია ყავს, ისეთი ლაბორატორია დავათვალიერე უახლესი ტექნოლოგია. კი ბატონო, ეპიდემიოლოგი და ფსიქოთერაპია არაჩვეულებრივი სპეციალისტი ძალიან გვეხმარება კვებით აშლილობების მიმართულებით, ოდესაც მუშაობთ. ეკოსკოპია ასევე კი ბატონო, რევმატოლოგიაც ხო? კი ბატონო და ნევროლოგია, ონკოგინეკოლოგიაც. არაჩვეულებრივი ძალიან დიდი სპექტრია გახთოვანებას ვეურმალა და რაც თავარია მეგობრები ძალიან მალე ესკულაპის კლინიკას შეემატება პოდიატრია, სამედიცინო ბიომექანიკის განყოფილება. ძალიან მალე ამას ცალკე თარიღებს შევატყობინებთ აუცილებლად, იმიტომ რომ გუნდი ისე იყო დაკომპლექტებული, რომ ეს ჯაჭვი აუცილებლად უნდა დამატებოდა ჩვენს, ეს რგოლი ამ ჯაჭვს აუცილებლად უნდა დამატებოდა და ჩვენთან მოსული პაციენტები უკვე სრულფასოვნად შეძლებენ პოდიატრის კონსულტაციის პარალელურად, რაც სჭირდება იქვე მე როგორც თამარმა და მე ვისაუბრეთ, აღმოაჩინეთ, რომ ნევროლოგიის, ენდოკრინოლოგიის ჩართულობა, რეაბილიტოლოგიის ჩართულობა აუცილებელი ხდება და შესაბამისად ყველაფერი ერთ მისამართზე შეგეძლებათ გააკეთოთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა ჩემო. მადლობა მოწვევით. ყოველთვის მიხარი ხარ, იმიტომ რომ ხარ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და იმპოზანტური რესპონდენტი, რომელიც რო საუბრობს უკვე ესე ჩაგითრეს თემაში და გაიძულებს რომ დაფიქრდე საკუთარი ტერფის ჯანმრთელობაზე სერიოზულად მიმიღია სხვათაშორის ამასთან დაკავშირებით როგორი ემოციური საუბარი გაქვეთი რამდენიმე კოლეგა მითხრა ძალიან კარგი საუბარია ესეთი ემოციური ადამიანი ვარ და სიმართლე გითხრათ არ მიყვარს ეხლა ეს რაღაცა სამედიცინო იმით რო არის აქვია საუბარი და პაციენტი ვერ იგებს საერთოდ რას ელაპარაკები, მე ცალკე უნდა დაგუგლოს და ნახოს რაზეა საუბარი. კი ბატონო, იგი ძალიან საინტერესო ფენომენია, სხვათაშორის მაგ თემაზეც ვისაუბრებთ ერთხელ, როგორია დიაგნოზები და მე მინახია Facebook-ზე, ოდესაც პაციენტები სურათებს დებენ და კითხულობენ ხოლმე რა დამეწერა ექიმმა. და მე ერთმანეთს ეხმარებიან გარჩევაში. ყველას უნდა ესაუბრო თავის ენაზე, ექიმებმა ისედაც იციან ეს ლათინური სიტყვები. კი ბატონო. ასე რომ ჩემო თამარ ხელოვნური ინტელექტსაც კი რო კითხო ჩვენ კლინიკის შესახებ ძალიან დრო საინტერესო კითხვა არ ჭირდებოდა მაგრამ მაინც კი ბატონო კლინიკაში ჩვენ ძალიან დიდი მუსიკოპოლური გუნდი გვაქვს როგორც ახსენეთ და ეხლა შემოგვიერთდება არაჩვეულებრივი ქალბატონი ექიმი პოდიატრი ტერფის სამედიცინო ბიომექანიკის ექსპერტი ქალბატონი თამარა ჭიჭინაძე შეგახსენებთ რომ ჩვენი კლინიკა მდებარეობს ქალაქ თბილისში თორნიკე ერისთავის ჩიხი ნომერი 1 დიდუბის მეტროს ზევით მეორე სართულზე.